ჩვენ მოვდივართ ვანიდან, ვანის ტბაზე ვიყავით და მივდივართ ურფა, ქალაქი ურფა. ურფაში და ეხლა უნდა მოგიყვეთ რა მიზეზი არის ჩვენი მოგზაურობის. ესე იგი ვანის ტბასთან, ჩვენ თავარი мотивация, ესე იგი ჩვენი წამოსვლის ამჯერად არის ადგილები დედამიწაზე, რომელიც არის დაკავშირებული ნებროთის სახელთან, ნებროთი. ეხლა ნებროთზე მოგიყვებით, რა თქმა უნდა და წაგიკითხავთ ბიბლიაში სად არის ნებროთი ნახსენები, ვინ არის ნებროთი. მაგრამ წინასწარ მინდა გითხრათ, რომ ნებროთი ცხადია, რომ თავისთავად ნებროთი არ იქნებოდა საინტერესო, რომ არა მისი კავშირი აბრაამთან პირველ რიგში და არა მარტო აბრაამთან, არამედ წარღვნასთან, წარღვნის თემა, წარღვნის შემდგომი პერიოდი, პირველ რიგში ეს ალბათ არის ბაბილონის გოდოლი და მისი მშენებლობა. რა კავშირი არის, ამას ყველაფერს მოგიყვებით. თავიდან მინდა დავიწყო ამ ვანის ტბასთან არის დაკავშირებული ასეთი ლეგენდა. ვანის ტბასთან არის მოქმედი ვულკანი. პირდაპირ აი ტბის ნაპირას, ალბათ ნაპირას ზუსტად რო ვთქვათ, ვანის ნაპირიდან თვითონ ვულკანამდე არის ამ კრატერი აქ ამ ვულკანს, აიქამდე არის 9 საათი მანქანით. ხო და ამიტომ რა თქმა უნდა ვანის ტბასთან არის და ამიტომ ასეთი ლეგენდა არსებობს ეს ადრე სომხური ტერიტორიები იყო და სომხური ლეგენდა არსებობს ამასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო ლეგენდაა რა თქმა უნდა, მაგრამ ამ ლეგენდაში ძალიან ბევრი საინტერესო რამ იკითხება. ესე იგი ლაპარაკია იმაზე, რომ ამ ნებროთი იყო მეფე აქ ამ ადგილას. ნებროთი იყო უკვე შეიძლება ალბათ ითქვას, რომ ბაბილონის გოდოლი ხო მაინც დაკავშირებული არის ნაციების წარმოქმნასთან, ხო, აი ეროვნებების, ანუ ენების, ხო და აი ეს პერიოდია და აი აქ მეფობდა ნებროთი, სომხური ლეგენდით. აქ მეფობდა ნებროთი, რომელმაც ასეთი რამ გადაწყვიტა. მე ამას უფრო დეტალურად მოგიყვებით ნებროთის შესახებ. გადაწყვიტა ასეთი რამ, რომ აეშენებინა აი ამ მთაზე, რომელიც ძალიან მაღალი იყო. ახლა ეს კრატერი რა თქმა უნდა აპატარავებს ამ მთას. აპატარავებს და ეს არის დაახლოებით 2600 მეტრია ზღვის დონიდან თვითონ ტბა. და ეს მთა არ ვიცი რამდენი იქნებოდა, ალბათ რამდენია 3000-ზე მეტი ალბათ. 3000-ზე მეტი და როგორც ჩანს წარღვნის დროს ალბათ იქნებოდა დაფარული. და ამან გადაწყვიტა ნებროთმა, რომ ამ მთაზე აეშენებინა დიდი კოშკი კი არა, გოდოლი, დიდი ციხესიმაგრე, რომელიც უფრო მაღალი იქნებოდა ვიდრე ეს წარღვნის წყლები იყო. უბრალოდ ლეგენდაში სხვანაირად არის, რომ ამას უნდოდა მაღალი კოშკის აშენება, იმიტომ რომ ნებროთზე მე წავიკითხავთ, წერია რომ კარგი მონადირე იყო ძალიან. ხო და ღონიერ დიდი შვილდი ჰქონდა, დიდი იყო ტანით თვითონაც და მოკლედ ამას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ მეფე მოეკლა. და ესე იგი ააშენა ეს გოდოლი და ავიდა სულ ზემოთ და ცას შესტყორცნა ისარე. იმის იმედით, რომ ცაში ღმერთს მოკლავდა. ხო და ლეგენდის თანახმად ღმერთმა დიდი თევზი აიფარა და ეს ისარი მოხვდა ამ თევზს და ციდან წამოვიდა სისხლი. რის გამოც ნებროთმა ჩათვალა, რომ ღმერთი მოკლა და ჩამოვიდა ქვემოთ და დიდი სუფრა ესე იგი დიდი წვეულება გამართა, სიხარული რაღაც მოკლედ და ამ დროს ციდან წამოვიდა ცეცხლის წვიმა და შესაბამისად ციდან წამოვიდა თუ მიწიდან ამოვიდა ცეცხლი, რომელმაც ეს დაანგრია მთლიანად
და ეს ვულკანი ამოიფრქვა მოკლედ ესე იგი თანამედროვე კი არა და ეს მოქმედი ვულკანია ეს მე-17 საუკუნეში მოხდა ბოლო ამოფრქვევა ამ ვულკანის ხო და იმის შემდეგ ძინავს მიძინებულ ვულკანად ითვლება და აი ეს ლანდშაფტი შიგნით კრატერში ძალიან შთამბეჭდავი ლანდშაფტია ხეები ამოსული რაღაც და ტბები ახლა ამაზეც მოგიყვებით მერე და მოკლედ აი ეს არის ლეგენდა აი ეს არის ლეგენდა რომ აი ესე დაინგრა ეს ბაბილონის გოდოლი და ნუ ეს ნებროთიც დაიღუპა ასეთნაირად რეალობა დღეს ესეთია რომ ტბა რომელიც წარმოიქმნა არ ვიცი ამოფრქვევის მერე ლეგენდა ამაზე აღარ ლაპარაკობს მაგრამ ეს ტბა ვანის ტბაზე მაქვს ახლა ლაპარაკი არის ძალიან თავისთავად შთამბეჭდავია ლამაზია მაგრამ არის როგორც ამბობენ ესენი მარილიანი ტბა არის თუმცა მარილიანი კი არ არის სოდიანი წყალია მთელი ტბა ვებერთა ზღვასავით არის და არის სოდიანი წყალი თბილი ზამთარში არ იყინება ეს ტბა თუმცა აქ ძალიან მკაცრი ზამთარი იცის და კი არა და ესე იგი მარტო ორი სეზონი აქვს ესე იგი ზაფხული და ზამთარი აქ სხვა შემოდგომა და გაზაფხული არ არსებობს ორი თვე არის ზაფხულში საშინელი სიცხეა აი ხა ჩვენ რომ მოვყევით ამ პერიოდში და მერე უკვე იყინება ყველაფერი გარშემო ცივა ზამთარი დგება და ტბა კი მაინც არ იყინება ხო და მოკლედ ესე იგი ეს არის სოდიანი წყალი აქ ნუ აშკარად ესე იგი რაღაცა ვულკანური წარმოშობა აქვს ამას სავარაუდოდ და იქ არის ძალიან საინტერესო ზემოთ კრატერში არის იქაც არის წყლები ოღონდ ორი არის აქ ორი ტბა არის ერთი დიდი ტბა არის საკმაოდ ისიც ნუ ხა ვანის ტბის ხელა არ არის მაგრამ ნუ დიდი ტბა არის და ის არის ჩვეულებრივი ცივი წყალი, ოღონდ ცივი არც ის არ არის ზაფხულში თბება მზით, ის იყინება, ის ზამთარში იყინება ის დიდი ტბა და ნუ ისეთი სასიამოვნო წყალია რაღაცნაირით მოთფო რაღაც ამზეზე თბება და მეორე არის რაღაც აოცრება, პატარა საკმაოდ, პატარა ტბა არის, ნუ აი დაახლოებით რა წარმოვიდგინოთ, კუსტბა რო წარმოვიდგინოთ მაგალითად, აი რაღაც ამხელა და იკვებება მიწისქვეშა წყლებით დღემდე გეიზერები ამოდის და ეხლა მე ვერ შევამოწმე მე თვითონ ეს, მაგრამ ესე უწერიათ რომ ადგილ-ადგილ 60-80 გრადუსი არის აი ამ გეიზერების მიწისქვეშა წყლების ტემპერატურა და ამის გამო ეს ტბა ზამთარში ძალიან მკაცრ ზამთარშიც კი არ იყინება მოკლედ ეს ტბა არაფრით არ იყინება ხო და ნუ ისე აქაც ისეთი წყალია თბილი წყალია რო ჩადიხარ ძალიან სასიამოვნო და ძალიან შთამბეჭდავი და ლამაზი ადგილია მოკლედ ეს ვანის ტბა მაგრამ ის სადაც ახლა მივდივართ თავისთავად აი და კიდევ ორი მთა არის თურქეთში ნებროთის სახელი რასაც ეწოდება რომლის შესახებაც მე მეორე ნებროთის მთაზეც ვაპირებთ წასვლას ამაზე ცალკე მოგიყვებით ეხლა კი მივდივართ ურფაში ოღონდ ეხლა რაშია საქმე ის არის რომ ეს ნებროთის სახელი არის დაკავშირებული აბრაამთან ეხლა ბიბლიაში ამის შესახებ არაფერი წერია არც იმის შესახებ წერია ბიბლიაში რომ ნებროთმა აშენა ეს ბაბილონის გოდოლი მაგრამ ისეთი მინიშნებებია ბიბლიაში რომ ნებროთი იყო იქ ჩამოთვლილია დავკითხავთ და ვნახავთ იქ ჩამოთვლილია ქალაქები რომელშიც იგი მეფობდა ეს იყო ძლიერი ღვთის წინაშე ესე წერია ანუ ძლიერი მეფე იყო და ნუ რო წაგიკითხავთ ნებროთზე უფრო ზუსტად მერე გეტყვით ფაქტიურად შეიძლება ითქვას რომ კაცობრიობის ისტორიაში პირველი იმპერატორია ეს იმიტომ რომ მან დაიპყრო და გაერთიანა რამდენიმე სამეფო და თვითონ გახდა ამ სამეფოების მეფე და ეს იყო ღვთისმბრძოლი იმპერატორი ეს ნებროთი და ეხლა
გადმოცემა კი ასეთია, ოღონდ ახლა მე სწორედ ამის თქმა მინდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აი ბიბლიურ ტრადიციას, ბიბლიურს ახლა ქრისტიანული ტრადიცია, ნუ ძველად თქმაზეა, ხო, ლაპარაკი და წარმოშემდგომ პერიოდზეა. ხო და ნუ აი ჩვენ წმინდა მამები წყვებიან ნებროძე რაღაც საინტერესო ამბებს, მაგრამ საქმე ის არის, რომ ეს ნებროთის შესახებ გადმოცემები ებრაულ ტრადიციებშიც არსებობს და არსებობს მუსლიმურ ტრადიციებში, მაჰმადიანურ ტრადიციებში და იმის გამო, რომ აბრაამს თulis თავის მამათავრად ქრისტიანული ესე იგი ქრისტიანული თვალსაზრისითაც ესეა, შემდეგ მუსლიმებიც ესე თვლიან და ებრაელებიც რა თქმა უნდა ებრაელებიც და შესაბამისად ეს გადმოცემები ყველანი ძალიან საინტერესოა. ეხლა სადაც ჩვენ მივდივართ ურფაში, ეს არის ის ადგილი, რომელზეც მუსლიმები, მაჰმადიანები ამბობენ, რომ ითვისებენ ამას და ამბობენ, რომ აქ დაიბადა აბრაამი. აქ დაიბადა აბრაამი, იმიტომ რომ ნუ სინამდვილეში არა, ბიბლიის მიხედვით ქალდებელთა ურში დაიბადა. ეს ური დღევანდელი ერაყის ტერიტორია. ესე იგი, როგორ არის მოხსენებული ნებროთი ბიბლიაში? ესე იგი, სემი, ქამი და იაფეთი, ხო, ნოეს შვილები. ქამის ძენი, ქუში, მიცრაიმი, ფუტი და ქანაანი. ქუშის ძენი, საბა, სება, უბრალოდ ხავილა, საბთა, რამა, სებექთა, რამაზენი, შება და დადიანი და ქუშმა შვა ნებროთი. ამან დაიწყო ძალის გამოჩენა ქვეყანაზე. ძლიერი მონადირე იყო უფლის წინაშე, ამიტომაც თქმულა ნებროთივით ბუმბერაზი არისო უფლის წინაშე. მისი სამეფოს რჩეული ქალაქები იყო ბაბილონი, ერექი, აქადი და ქალნე შინყარის ქვეყანაში. ნუ აქ ახლა შემდეგ მიშთამომავლობაზეა ლაპარაკი, მაგრამ ნუ ეს არის მეათე თავი დაბადების, მეათე თავის მეშვიდე და ნუ მეათე წავიკითხეთ ჩვენ, ხო და აშური აქედან არის და ნინევია ქალაქი, ესე იგი აი აქაც ნახსენებია მოკლედ ამ უშუალოდ ნებროთის ქალაქი იყო თუ მისი შთამომავლების შემთხვევაში ამათი ქალაქი იყო ესეც ნინევიაც. ეს არის ის აი მეტი აქ ნებროთზე საღვთო წერილში მეტი არაფერი არ წერია. შესაბამისად ბაბილონი თუ მისი ქალაქი იყო და ბაბილონის გოდოლი თუ ქვია, აი სწორედ არის ნებროთის სახელთან ეს დაკავშირებული და ნუ მინდა გითხრათ, რომ აი გვიანდელი ტრადიციები განსაკუთრებულად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ადრეც იყო ეს წმინდა მამებიც ამბობენ ამას, რომ ხო გენით მიუხედავად იმისა, რომ ბაბილონის გოდოლზე არ წერია პირდაპირ ნებროთს აშენებული, მაგრამ აი ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ მის ქალაქში ხა ვინ ააშენებდა მეტი. მოკლედ აი ნებროთის სახელთან არის დაკავშირებული ბაბილონის გოდოლი. ეხლა მე მინდა გადავიდე აი ამ ებრაულ გადმოცემებზე აბრაამისა და ნუ აბრაამის შესახებ. იმიტომ რომ ჩვენ ახლა აქ მივდივართ აბრაამთან ფაქტიურად. და ცოტა გამოვტოვებ ახლა გადავახტები უბრალოდ ჯერ აბრაამზე მოგიყვებით და აი მერე უკვე შეხვდებიან ერთმანეთს აბრაამი და ნებროთი. ეს არ არის თლად გასაკვირი, იმიტომ რომ სემი ნოეს შვილი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როდესაც აბრაამი დაიბადა. ანუ იქ რაღაც დიდი შუალედები კი არის დროით, მაგრამ სემი იყო ცოცხალი. და თუ სემი ცოცხალი იყო, ნებროთი რო ცოცხალი ყოფილიყო, ამაში არაფერი გასაკვირი არ იქნებოდა და
უფრო სწორედ სემი ესე იგი სემი აბრაამის გარდაცვალებასაც კი მოესწრო. ხო არ მიშლება ეხლა რამე. მოკლედ აი სემი და აბრაამი. სემი შეხვდა აბრაამს. გადმოცემით აი ეს მელქისედეკი იყო სწორედ სემი. ნუ ეხლა მე ისეთ რაღაცებს ვამბობ, რასაც ძალკე მოყოლა ჭირდება, ვინ იყო ეს მელქისედეკი, მაგრამ ნუ აი როდესაც იერუსალიმში შევიდა აბრაამი, იმ ადგილ პროსტორეთ სელიმის მეფე იყო ეს მელქისედეკი და იქ სადაც მე იერუსალიმი გაშენდა როგორც ქალაქი და ნუ ასე შემდეგ. ასე რომ დროით ეს აბსოლუტურად რეალური დროებია რა, მოკლედ ყველაფერი იმის თქმა მინდა მაშინდელი ქრონოლოგიით. ეხლა რა მოხდა ესე იგი, როდესაც ნოესა და აბრაამ შორის არის 10 თაობა. ეხლა მე უკვე ნელ-ნელა გადავდივარ ებრაულ კომენტარებზე საღვთო წერილის, ეს არის ეგრეთ წოდებული მიდრაში. ესე ქვია, მიდრაშ რაბა. მიდრაშ რაბა ეს არის დაბადების კომენტარები, ებრაული კომენტარები, რომლის წერა დაიწყო, ესე იგი, ძველი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნეში, როდესაც ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნდნენ და გაგრძელდა ახალი წელთაღრიცხვის ქრისტეს შემდეგ მე-5 საუკუნემდე. აი ეს პირველი წიგნი ესე იწერებოდა. აი ეს მიდრაში. მოკლედ აი მიდრაშის მიხედვით გიყვებით, ეხა ებრაული კომენტარების მიხედვით, ეზრა ბიბლიაში არის ეზრა წინასწარმეტყველი და ეზრას დროს დაფიქსირებულია პირველი კომენტარები საღვთო წერილის. ეზრა უკითხავდა ხალხს. ამიტომ ნუ ძალიან მაღალი ხარისხის ესე იგი შეგიძლიანდობა გამოუცხადოთ ამ ყველაფერს. მაგრამ ნუ ესეც რაღაცნაირი გადმოცემაა. ეხლა რა წერს ეს მიდრაში რა წერია, რომ ნოედან აბრაამამდე 10 თაობა იყო. და აი ამ დიდი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ღმერთი არავის არ ესაუბრებოდა აბრაამის გარდა. აბრაამი იყო პირველი, ვისაც ღმერთმა დაუწყო საუბარი და ამ ესე იგი ეს მიდრაში და კიდე გადა ესე წიგნი არსებობს. ეს არის ძირითადად იგავებით არის აქ სუთხრობა და აქ ხა ამასთან დაკავშირებით ესეთი იგავია, რომ დიდი მეფე ვინმე მოგზაურობისას მას ესე იგი გვირგვინიდან ამოუვარდა ძვირფასი ქვა და გასცა ბრძანება ყველა თავის ხელქვეითის უბრძანა, რომ აი სადღაც ქვიშაში სადაც ჩავარდა ეს ქვა გადაეცხრილათ ეს ქვიშა და ეს ძვირფასი ქვა უნდა ეპოვათ აუცილებლად და ეს ბოლოს იპოვეს, ეს ქვა იპოვეს და ეს იგავი იმიტომ არის მიდრაში მოყოლილი, მოთხრობილი, რომ უფალმა უთხრა აბრაამს, რომ შენახარ აი ეს ჩემი ძვირფასი მარგალეტი და 10 თაობა იყო სემსა და შენ შორის და ჩამოთulis სახელებს. არფაქსადი და ებერი და ამ აბრაამის ბაბუის მამა და მამა თარა. ხო და აი შენ რომ არ იყო, ესეთ რამეს ეუნება ღმერთი აბრაამს. შენ რომ არ იყო ამათი სახელების ჩამოთვლაც კი, ესე იგი არ იქნებოდა, აი არავითარი აზრი ექნებოდა ამათი ჩამოთვლას. იმიტომ რომ აი ხა ნახავთ, მოკლედ ამ აბრაამის მამა მაგალითად რითი იყო დაკავებული. განუდგენ ღმერთს ეს ყველანი და აბრაამი იყო რომელიც დაუბრუნდა ღმერთს. ოღონდ ეხლა ჯერ სხვა რამე უნდა გითხრათ. ესე იგი ეს არის ეს არის აი ამ ურფას
ურფას ტბა, ეგრე ქვია. აი ეს უკთავდება და გადმოცემით აქ იყო სწორედ აი ეს ღუმელი, რომელიც ნებრუთმა დაუნთო აბრაამს დასაწვავად და უფალმა რომ გაათავისუფლა აბრაამი და მოკლედ ეს გადმოცემით, ამათი გადმოცემით, რომ ეს ცეცხლი წყლად გადაიქცა და ნაკვეთშლები თევზები. დღემდე არსებობს მოკლედ ეს. აი ესეთი. ცოტა ზოგიერთ ჩვენი ოჯახის წევრს ძალიან დაინტერესებს ალბათ, მაგრამ ამ თემის დაჭერა რა თქმა უნდა არ შეიძლება, ითვლება რომ თუ აჭმევ ამ თემს საკმაოდ აქ იყიდება ამათი საკვები სპეციალური და რა თქმა უნდა ამის ხელისხლება და დაჭერა და შეიძლება წარმოუდგენელია. ესე იგი არიან როგორც ამბობენ კობრი ჯიშის თევზები არის. მოკლედ ესე რა. აი ესე თევზები არსებობენ, რომლის დაჭერა არ შეიძლება. აი ესეთი ტბა არის რა. აი ესეთი ტბა. მოკლედ ეს არის აბრაამის გამოქვაბული. ნუ განიცემ. აქ ფეხზე უნდა გაიხადო. ის სავარაუდოდ იატაკი ძველია. წმინდავენ და აი ხარი აბრაამის ეხლა აქ არის მეჩეთი გაკეთებული. იბრაჰიმ კეივ? Teşekkür ederim. Hazreti İbrahim. İbrahim? Şurada. İki tane. O da sadır. Aka. Aha, imiş iki tane. Ay. Ეხლა გაჩვენებ სად არის. აბრაამის გამოქვაბული. აკიდე თევზები არიან. რა საოცარი ამბავია, იატაკის ქვეშაც თევზები არიან. რაცურავა ამ ტბაზე არის ეს გაკეთებული და აქაც აი ხა გაჩვენებთ აი სად არის ეს აბრაამის გამოქვაბული უძლა აი აქ აი ნახეთ წვანით არის განათებული და იქაც ეს წყალი არის შესული და თევზები დაცურავენ ეხლა ესეთი ორი შესახედი აქვს შიგნით და ეს ყველაზე დიდი ესა რა შესახედი აი კითხა. აბა ეხლა იქითაც ვნახოთ. აი როგორ გამოიყურება დღეს. აქ არის წყალი, მარტო მამაკაცებისთვის არის დასალევად. აი ხა აქაც ცოტათი ჩვენი კონფიგურაციით ძნელია, მაგრამ ეხლა რა გაეთქობა? აბრაამის გამოქვაბულში ესე. აი როგორია, ნახეთ. აი ესეთი. აი ეს არის აბრაამის გამოქვაბული. აი აქ იყო აბრაამი, პატარა აბრაამი, რომ მამამისმა როარ მოეკლათ აქ ნებრუთისგან დამალა და 3 წლამდე ამაში იზრდებოდა. ორი ნახრთი გაუკეთა, ამას მე მოგიყვებით. ორი ნახრთი გაუკეთა და ერთიდან რძე გადმოდიოდა და მეორედან თაფლი. და ეს არის წყალი. აი ხა აღგები და გაჩვენებთ ეს. აი ეს არის წყალი. შეიძლება რომ დავულიოთ წყალი ჩვენს წყალი დავულიოთ შეიძლება აი ხა ვერ გეტყვით რომ ძალიან ცივია, მაგრამ ეს კაი კაცი არის მცველი და აქეთ არის კაცების ნაწილი. იქით არის ქალების ნაწილი. ამ ხალხს ვალდმეთ იმიტომ უშვებენ რომ დამლაგებელია და ესეა ჩვენი საქმე. აი იქით არის ისო დასასრული და აი აქ არის მეჩეთი. აქ მიაშენეს მეჩეთი და ამაზე
ხო ზაწერი რო ქრისტიანული ტაძარი იყო. აი ეს. ნახე ხალხი წევს ისვენებს, უცულობს. რა ამბავია ნახე. აი ეს არის მეჩეთი. აი მიუშენეს. ესეთი ხალხია ეს მუსლიმები რა, თავიანთ მამათ თავარს ანუ ეთნოარხი. ესე მიაჩნიათ, აი საუშენეს. აი კი ჩორს. ჩანს აი დიცვეთთან, აი ქვემოთ ეს კედელივით რო ჩანს, იქ არის ის ვა რაც ვნახეთ, მაგრამ რაღაც ხელოვნური ფორმა ქონდა და გამიკვირდა. აი ნახეთ, აი არხით აქ შემოდის, აშენებულია რა. არხით აქ შემოდის და აი ხარი კიდე დიდი ტბა. და აქაც თევზებია სულ, აი ნახეთ. მოკლედ ა ブラ ამის თევზებთანავარ სტუმრად რა. და ა ブラ ამი გვეპატიჟება სადილად. აი ესეთი სასადილოები აქ. და რო გითხრათ მაინც არცივა. 39 გრადუსი ეხა ამ წუთას. ნუ რაც არის ეს არის ხა ამისთვის ჩამოვედით. ახლა მოვემგზავრებით ჩვენ ვიყავით ურფაში. ურფაში ვიყავით დღეს როგორც ქვია რა. ხო და ნუ ცოტა გადავიღეთ იქაც რაღაცები. ხო და ურფადან მოვემგზავრებით და ცოტა ესეთი ცოტა იუმორისტული რაღაცის ამაქრა განცდა. ეხა გეტყვით რა შეასრულა. სიამოვნებაში ეს ურფა კი არ არის, როგორც მოგახსენეთ, ედესი არის. ედესი ეს ქალაქი, უძველესი ქალაქია. მე ადრე მიხსენებია ნიკატორი სელევკოსი, რომელიც იყო ალექსანდრე მაკედონელის დაცვის უფროსი. არაჩვეულებრივი, ძალიან სიმპათიური პიროვნება, რომელიც მერე გახდა იმპერატორი და სელევკიდების დინასტია შექმნა. და აი ნიკატორმა კი არ დაარსა, არსებობდა ეს ქალაქი მანამდეც რა თქმა უნდა, მაგრამ სახელი ედესა მან უწოდა. მან უწოდა იმიტომ რომ საბერძნეთშიც არის ეს ქალაქი ედესა. ხო და აი ამის უწოდა და ნუ მოკლედ ძალიან ბევრი რამ არის მასთან დაკავშირებული. და მე როდესაც რომის იმპერია როცა დაეცა დაირღვა და გაიყო შუაზე, აღმოსავლეთ რომის იმპერიაში, ანუ ბიზანტიის იმპერიის მფლობელობაში გადავიდა ეს ქალაქი. ხა მე რა თქმა უნდა დაწვრილებით არ მოვყვები ამ ქალაქის ისტორიას. ერთადერთი რაც მინდა ვთქვა ამ ქალაქთან დაკავშირებით არის ის, რომ ეფრემ ასურის ქალაქია ესა. ეფრემ ასურის ქალაქია და ეფრემ ასურს ჰქონდა აქ თავისი უпростоრად ჩვენ ადრე ჰქონდა ფილმი მაგ გადაღებული, ქვია მოგზაურობა წარსულისაკენ და აი ეს მოგზაურობა წარსულისაკენ ეს იყო ნუსაიბინი ქვია დღეს იმ ქალაქს ნუსაიბინი. ხო და აი ნიზიბია ანუ ნუსაიბინი. აი ნიზიბიაში იაკობ ნიზიბინელი იყო ამ ქალაქიდან. და დღეს არსებობს ეს ტაძარი იმ პერიოდის ძალიან შთამბეჭდავი. ნუ მოკლედ ამ ფილმში მაქვს ეს მოთხრობილი ყველაფერი და ხო და აი იაკობ ნიზიბინელთან ერთად ეფრემ ასურმა დაარსა აქ სკოლა. და ეს იყო ძირითადად ალბათ ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ამ ქალაქის. მაგრამ რატო არ ეხა ცოტათი იმედ გაცრუებული. მოკლედ ჩვენ ხო მოვდივართ ეხა და ნებროთის და უფრო კი ა ブラ ამის ნაკვალევზე რა. ხო და ყველაფერს ნებროთის სახელი ქვია გარშემო. ყველაფერს ნებროთის სახელი ქვია, იმიტომ რომ მაინც ესე იგი ეს ა ブラ ამის თემა მუსლიმებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და მე მგონია რომ ზედმეტად მნიშვნელოვანი თემაა, იმიტომ რომ ეთნარხი არის მათი ა ブラ ამის ცხადია, მათი ნაცია თუ მათი რაღაც მოდგმა შეიძლება ესე ითქვას. ნუ ისმაილიდან მოდის ა ブラ ამის შვილიდან, აი ა ブラ ამამდე ჩვენ ძველი აღთქმა საერთო გვაქვს და მერე იყოფა ჩვენი აზრები. ხო და აი ნუ რაღაცნაირად ამ ა ブラ ამის ეს ძალიან უნდათ რა მოკლედ რომ რაღაცა
აბრაამთან დაკავშირებული რაღაც სიწმინდეები ქონდეთ, მაგრამ ეხლა რაშია საქმე, ესე იგი. ამ მუსლიმებს ხო არა აქვთ ეს ტრადიცია, კი თაყვანსემენ რა თქმა უნდა რაღაც სიწმინდეებს, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც ისეთი ტრადიცია, როგორც არის ქრისტიანულ სამყაროში, აი თაყვანის სემა ამ წმინდა ნაწილების, არა აქვთ ეს პრაქტიკა რა და ეთყობა უნდათ რომ ქონდეთ და მოკლედ ახლა სადაც ვიყავით, ესე წავიკითხე მეც ინტერნეტში, ესე წავიკითხე რომ ესენი თვლიან რომ აბრაამის სამშობლო არის ეს ურფა, მით უმეტეს რომ ეს წინა ასოები ემთხვევა ეს ურფა, ეს რაღაცა შუმერულ სახელთანაც არის დაკავშირებული ჟღერადობა მოხედულობაში. ხო და მოკლედ ესენი ამბობენ რომ აბრაამის გამოქვაბული არის აქა, სადაც დაიბადა აბრაამი და ძირითადად მაინც ეტყნობიან აი ამ ებრაულ გადმოცემას, რომელიც მინდა რა თქმა უნდა რომ მოგიყვეთ, რა თქმა უნდა, ცოტა ხანში. ხო და მოკლედ ესენი ამას ეტყნობიან და ამბობენ რომ ეს არის ნებროთის ქალაქი. იყო ეს რა თქმა უნდა ნებროთის ქალაქი, ესეც იყო, იმიტომ რომ იმპერატორი იყო და სხვათა შორის აქ ამ ურფაში მიუთითებენ სურათებიც ვნახე სხვათა შორის ნებროთის სასახლეს, რომელიც ქრისტიანობამდელია, ბევრად ადრე კი არა, რომაული პერიოდამდე აშენებული ნაგებობაა. მაგრამ საოცარი რაღაცა მოხდა, ესე იგი რომ აი ვერაფერთ ვერ მივაგენი ამას. იმიტომ რომ ნავიგატორის მიხედვით ვეძებ მე ყველაფერს და როგორც წესი ყველაფერს პოულობდა. აი ვერ რაღაცა უფალმა ხელი დაგვაფარა ეთყობა თუ რა არის, არ ვიცი. მოკლედ საქმე ის არის რომ ჩვენ ნებროთის ნაკვალევი, იმიტომ გვაინტერესებს რომ აბრაამის ამბავი შევიტყოთ და ეხლა მე კი არ ვიცახი რომ ხა რადგან მე ვერ ვნახე, ამიტომ რაღაცა მეჭვი კი არ შემაქვს არაფერში ზოგადად, მაგრამ მეჭვი სხვა რამეში შემაქვს. ესე იგი ეს ტრადიცია რომ წყალად გადაიქცა ცეცხლი და ეს ტბა გაჩნდა, ეს არის ძალიან აბსოლუტურად მაჰმადიანური ტრადიცია და ეს არ არის სხვაგან არსად არ არის სხვა ტრადიციებში, არც ებრაელებთან, მით უმეტეს არც ქრისტიანებთან. ესე იგი ესეთი ტრადიციაა რომ ტბად გადაიქცა და ნაკვერცხლები გადაიქცა თევზებად. ხო და ეს ტბა და თევზები არსებობს. ხო და ეს ვებერთელა, ეს კობრები დაცურავენ, კობრი ეს თევზის ჯიში. ხო და ეს კობრები დაცურავენ და თავს ლაღად გძნობენ, იმიტომ რომ გამოცხადებულია რომ წმინდა თევზები არიან და ვინც ამათ საჭმელს ჩაუყრის, რომ თევზები დალოცავენ და მოეხმარებიან. მაგრამ აქ ააშენეს მეჩეთი, აი ხა აქ მივადეკით მთავარ ამბავს რა. აქ ააშენეს მეჩეთი სულ ახლახანს, ესე იგი შუა საუკუნეებიც კი არ არის ეს. და ააშენეს აბრაამის მეჩეთი, იმიტომ რომ ეს თვლიან რომ ეს ტბა არის მისი წამების ადგილას აღშენებული, უბრალოდ დამდგარი ეს წყალი. ესე იგი ესენი თვლიან რომ აქვე არის გამოქვაბული, რომელშიც ცხოვრობდა აბრაამი. ეს გამოქვაბული ებრაული გადმოცემის მიხედვით არსებობს და ესე არის, ახლა მოგიყვებით ამას ყველაფერს, უკვე შემდეგი თხრობა ამის შესახებ იქნება. მოგიყვებით როგორ არის ამ მიდრაშში გადმოცემული, მიდრაშ რაბა კიდევ ერთხელ ვიტყვი, როგორ არის გადმოცემული ამ აბრაამის დაბადება და რა თქმა უნდა ახლა დიდი ცნუნებაა და სხვათა შორის ჩემთვისაც ძალიან დიდი ცნუნება. აი სულ რომ ნამდვილად ვიცოდე რომ რაღაცნაირად არა ისტორიულ ფაქტებს არ ეყრდნობა, მაინც დავინტერესდებოდი და ვნახავდი და ზუსტად ასეც მოვიქეცი. და რომ ფიქრობ რომ თუ არსებობს ადგილობრივი ტრადიცია, გამორიცხული არ არის რომ რაღაც მაინდა-მაინც ეს ტრადიცია აღმოჩნდეს მე. თუმცა ხო გეუბნებით, აქ არავით არის დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს ამისი. ხო და
და ესენი ამბობენ რომ ეს გამოქვაბული აქ არის. ანუ ეს ამ ებრაულ გადმოცემას ეყრდნობიან და იძახიან რომ გამოქვაბული აქ არის. მოკლედ ვიყავით აქა, გაჩვენებთ ამას ყველაფერს. ვიყავით აქა და ნუ აი რომ მივედით ახლა დიდი სამბით ამ გამოქვაბულთან თან იქ გამოკრული არის ესე იგი ინსტრუქციები, რჩევები რომ ქალს ახლა თითებიც კი ლამის არ უნდა უჩანდეს ხელზე და ფეხზე და აღარ ლაპარაკობს სხვა რამეს და მოკლედ ხალი მერე კიდე ქალების შესასვლელი სხვა მხარეს არის, კაცების შესასვლელი სხვა მხარეს არის და ნუ დიდი ის არის რა. შინაგანი ეს განწყობას გიქმნიან რომ რაღაც და შევედი ვნახე და აი რა გითხრათ იცით ესე იგი ნუ ეს კი აუშენებიათ ეს მეჩეთი აბრაამის მაგრამ ის გამოქვაბული რო ვიკითხე აი იქ არისო მითხრეს ფანჯარა გადავიღე ესეც რაღაც ესენი გისოსებია იატაკზეა ესა იატაკზეა გისოსებიან ისა და შეხედვა შეულა დაწველა ამის მიწა იატაკზე რომ შეიხედო შიგნით ნუ კამერა შევყავი რა რაღაც ხო და ერთი კი ის არის საინტერესო რომ ეს გამოქვაბული წყლით არის სავსე და სადაც რო შედიხარ შიგნით შუშის იატაკია და ამ იატაკის ქვეშ სტევზები დაცურავენ ისე არის მოწყობილი და სულ წმინდავენ ამას რომ ჩანდეს ეს მაგრამ იქ რო შეიხედავ შიგნით ნუ რაღაცა პატარა რაღაც ესეთი გამოქვაბული კი ხო გამოქვაბულია რა თქმა უნდა მაგრამ ნუ ავიცი ხა იქ ადამიანი როგორ დაეტევა ნუ დაეტევა გაჭირვებით დაეტევა და ეს აბრაამიც ნუ ესე არის გადმოცემით რომ დაიბადა პირდაპირ იქ მიიყვანა ამ თარამ და დატყოა ბავშვი და ორი ნახრეთი გაუკეთა ამ გამოქვაბულს და რძე და თაფლი მოედინებოდა და ამითი გამოიკვება და 3 წელს რო გახდა ბავშვი გამოვიდა ამ გამოქვაბულიდან და ეხლა ეს მოთხრობაც ისეთია რაღაცნაირ ჯერ ესეც გადმოცემაა და მეორეც ერთი ეხლა წარმოიდგენ რომ რაღაცა დიდი სივრცეა და გამოვიდა გარეთ და მზე დაინახა მოგიყვებით ეხლა ამას ყველაფერს ხო და აი აქ რაღაც ეს წარმოუდგენელია რა ეს ყველაფერი ამას რო შეხედავ ხო და ნუ კი მესმის ეხლა ამ მუსლიმების დიდი სურვილი რომ მიითვისონ მოკლედ ეს ყველაფერი მაგრამ რაღაცა მომეჩვენა რომ ცოტათი უსუსური მცდელობაა თუმცა ეს მუსლიმები ნუ მოდიან ტბა დიდია იქ რაც ნახე თავიდან მეგონა რომ ეს არის დინარეს გავდა და ეს არა იქით მე დიდ სივრცე დიდ ტერიტორიაზე ვრცელდება ეს თევზები დაცურავენ და რესტორნები და ნუ მოკლედ არაჩვეულებრივი საშუალებაა რომ აი შემოსავალი კონდეს რა ეკლესიას თუ ამათ რაღაცა რელიგიურ საზოგადოებას თუ სახელმწიფოს თუ რაღაც არ ვიცი ვის მაგრამ ისეთი კარგად მოფიქრებული ბიზნესია რა ესე რომ ვთქვათ რა უამრავი ადამიანი კიდევ ერთი რაც აი რა გითხრათ ძალიან შთამბეჭდავი იყო ესე იგი 41 გრადუსი სიცხე იყო 41 ნუ არანორმალური სიცხე იყო რა ხო და მიუხედავად ამისა მე მაგალითად მივედი ვნახე და არ ვიცი ხა ნუ ჩემთვის ყველაზე რთული გადასატანი სიცხეა მაგრამ აი გაუძელე რაღაცნაირად რა ეს ხალხი მოდის და მოდის რა მოკლედ ნუ ბოლოს მაინც პოზიტიურად მინდა ეს ყველაფერი დავამთავრო რომ როგორც კი მივახლოვდები ამ ძველ ედესას ძველ ქალაქს აი პირველი შეგრძნება რაც არის რომ აი იერუსალიმში ხარ რა აი ეს იერუსალიმში აი ეს კარიბჭეები ხო არის და ეს თავარი კარიბჭე რომელზეც შედიხარ ქალაქში იქ მანქანი ცოტა ზემოთ უნდა ახვიდე იქამდე მიხვალ იქ მანქანასაც ვერ გააჩერებ და ნუ გადმოდიხარ ფეხით და შედიხარ აი რაღაც ესეთია რა აი ეს არქაულობა ედესას კი ნამდვილად ძალიან ეთყობა რა აი სანამ ამ ტბასთან მიხვალ ნუ აი აშკარად ძველ ბიბლიურ თუ არქაულ ქალაქში ხარ მოკლედ და ეს კი ძალიან შთამბეჭდავია თუმცა ისეთი სიცხე იყო რომ ქალაქის დათვალიერების ნუ არა ფიზიკურად ვერ შევძენე ხა მე და ალბათ ხა ვინ შეძლებს ხო და ეთყობა აქაც მნიშვნელოვანია რომ ისეთ სეზონზე მიხვიდე ადამიანი რო გრილოდეს რომ ადამიანურად დაათვალიერო მოკლედ აი რაღაც ეგეთი იყო ეს ედესის ამბავი
და ეხლა კი ჩვენ ამ ნებროთის მთისკენ მივემგზავრებით. ეხლა რასაც ეხლა მოვყვები ეს ისე უბრუნდებით ისე მიდრაშ რაბა იქ არის ეს ამბავი მაგწერილი ა ブラ ამთან დაკავშირებით. ა ブラ ამის შესახებ არის ეს რაღაც კომენტარები და ხო და ეხლა ვერ გეტყვით ერთ რამეს, აი ნამდვილად ვერ გეტყვით. ისე არის ეს ყველაფერი მოყოლილი მიდრაშში. რომ ძალიან გავს ერთის მხრივ იესოს დაბადებას. და იესოს და იროდი მეფის ამ თელ ამბავს, როგორ ეძებდა იროდი იესოს მოსაკლავად, ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ძალიან გავს ნაბუქოდონოსორის და აი ამ სამი ყრმის, დანიელი და სამი ყრმა, ხო? აი ამათ ისტორიას ამ ცეცხლში ჩაგდებას და რა ვიცი ყველაფერს. ახლა მოგიყვებით. ხო და ვერ გეტყვით ეს რას უნდა ნიშნავდეს. ალბათ ხო არ არის რაღაცა ზოგადი წინასახე, იმიტომ რომ ეხლა ამ პერიოდისთვის, როცა ეს გასრულდა უკვე ეს მიდრაშ რაბა, ანუ ესე იგი ეს დაბადების კომენტარებზე ხო ლაპარაკი დაბადების ეს გასრულდა მე-5 საუკუნეში უკვე ჩვენი წელთაღრიცხვის. ანუ ეს ყველაფერი მომხდარია, იესოს ისტორიაც მომხდარია და ამ სამი ყრმისაც. ხო და არ ვიცი აი რა შეიძლებოდა ამას ქონოდა ქვეტექსტი, ასეთ მსგავსებას. შეიძლება ერთადერთი რაც შეიძლებოდა ეს რაც შეიძლება ვიფიქროთ, რომ ზოგადი არქეტიპი ხო არ არის ეს აი ამ წამიკითხავს სხვათა შორის ესეთი რამ, რომ აი ეს ნაბუქოდონოსორის შესახებ, როდესაც ცეცხლში ეს სამი ყრმა ჩაყარა, რომ აი თითქოს გარდაუვალი იყო რა, რომ ეს თავისთავად ერთად გამოაცხადა იმან და მოკლედ ამათი ჩაყრა ცეცხლში ესენი არ დაემორჩინენ და აუცილებლად უნდა მომხდარიყო ის სასწაული, რაც მოხდა, სხვანაირად წარმოუდგენელი იყო რა. ეხლა ამას ისე აღარ ჩაუღრმავდები, მაგრამ აი რა მოხდა ეხლა ამ ა ブラ ამთან დაკავშირებით. როდესაც ა ブラ ამი დაიბადა, იშვა, ესე იგი ცის აღმოსავლეთ ნაწილზე გამოჩნდა ვარსკვლავი. ეს ეხლა მე გიყვებით ებრაულ გადმოცემას, ებრაულ ტრადიციაში როგორ არის. გამოჩნდა, ხა ბიბლია ებრაულია, ხო? ა ブラ ამის შესახებ თელი ისტორია, მაგრამ ეს არის გადმოცემა, ზეპირი გადმოცემა, რომელიც მე ჩაიწერა აი ამ კომენტარებში. ხო და გამოჩნდა ეს ვარსკვლავი, რომელმაც 4-ვე მხარეს ვარსკვლავები გადაყლაპა თუ რაღაც შთანთქა და როდესაც ეს ვარსკვლავთმრიცხველებმა ნახეს ეს უცნაური მოვლენა, მაშინ ნებროთს უთხრეს, რომ ფარას შეეძინა შვილი, რომელიც დასაბამს დაუდებს მომავალ ტომს თუ ნათესაობას თუ აი უბრალოდ ამ იმაზეა ლაპარაკი ა ブラ ამს ხო ღმერთმა მერე აღუთქვა რომ ჩვეული ხალხი შენგან იქნება. მოკლედ ეს დაუდებს წელს ესე იგი ამ ხალხს დასაბამს და შესაბამისად დაეპატრონება მთელს დედამიწას და შენ ჩამოგართმევს მეფობას. ამიტომ ვარსკვლავთ მრიცხველებს უთხრეს ნებროთს, რომ სასწრაფოდ არ დაინანო ოქრო და ვერცხლი, აღავსე ფარას სახლე აი ამ ოქრო ვერცხლით და დაარწმუნე ფარა რომ მოკლას თავისი შვილი. და მართლაც გააგზავნა ნებროთმა ეს ხალხი და უთხრეს ფარას ეუნებიან ესეთ რამეს, რომ მოგვაკვლევინე შენი შვილი, მოგვეცი. ეხლა აქაც არის ხო ესე რაც უნდა ეხლა ამდენი ლაპარაკი აიღონ და აოხრონ ეს ფარას სახლი და მოკლან ეს ა ブラ ამი და რაღაც, მაგრამ
არ ვიცი რა ურთიერთობებია რა არის რომ მოკლედ აძლევენ ფულს თავაზობენ და ეუბნებიან რომ ესე და ოქრო ვერცხლით ავავსებ ჩემს სამს და ფარა ეს მანერაა რა ხო გითხარით აქ თხრობის მანერა ფარა ეუბნება რომ ერთი ამბავი გამახსენდაო მაღაზიო რა ცხენთან მიდიანო და ეს ეუბნებიანო რომ იცი რაო უამრავ ხერს მოგიტანთო რა უამრავ ხერს და სხვა მართლობას მოგიტანთო აი გაგავსებთო რა ოღონდ თავი უნდა მოგჭრათო რა თავი მოგვეჭრევინეო და აი ამას მოგცემთო რა და ცხენონება კი მაგრამ ოქრო რა ქვია მართლებს თუ მომიტან და ხერს და თავს თუ მომჭირს რა როგორ გადავეჭავ იმას და რაღაც მინდა ის მართლები ხო და ეხლა თუ მე მემკვიდრე არ მეყოლება ეს აბრაამი რაღაც მინდა ეს ოქრო ვერცხლი ვინ უნდა ვიღას დაუტოვებ მე ამას ამ სიმდიდრეს მაგრამ მაგას არ არისო საქმე ამ ფარამუთხრა რა არის ვიცი თუ გადაყვაო ესე იგი მშობიარობისას დაიღუპავ ბავშვი აღარ არის ცოცხალი და ისეთი გულწრფელობით ისეთი დაბეჭდებით უთხრა ეს დაიჯერეს ამათმა რა და ამანაც რა თქმა უნდა სასწრაფოდ გადამავალა ბავშვი და მიიყვანა რაღაცა გამოქვაბულში აი ეს გამოქვაბული აი ამაზეა ლაპარაკი მიიყვანა გამოქვაბულში და დატოვა პატარა ახლა ჩობილი ბავშვი დატოვა გამოქვაბულში და ესე წერია რომ გაუკეთა რაღაცა ნახრეტები ამ გამოქვაბულს და ღმერთმა გაუკეთა აბრაამმა კი არა ღმერთმა გახეთქა ეს კედელი თუ რაღაცა და მოკლედ რძე და თაფლი გარდამოადინა სულ სიმბოლოებით არის სავსე რა ნახეთ ესე იგი ღვთისმშობლის მუცელია რომელმაც იესო იტვირთა ეს გამოქვაბული ამისი სიმბოლოა და არ ვიცი ხა ებრაელები რატო აკეთებენ ამას აკეთებენ რა რაღაც ეთყობა მაინც ეს რაღაც ალბათ რა მე მჯერა რომ სიმართლეა რა ეს ყველაფერი გადმოცემა ეს ხო და ღვთისმშობლის დაუშდომელში არის ეგეთ სიტყვები იხაროდნენ რომლისაგან ზდის რძე და თაფლი აი ესეთი მაინამის რძე და თაფლი აქ დაუშდომელში ნახსენები და რა ვიცი რაღაცა ხა შეიძლება პირდაპირ კავშირი არ არის ამ მოვლენებს შორის მაგრამ ძალიან გავს ხო მოკლედ ესე იგი დატოვა ეს ბავშვი და 3 წლის რო გახდა აბრაამი გამოვიდა ამ გამოქვაბულიდან გარეთ პირველად და პირველად იხილა ღმერთის მიერ შექმნილი სამყარო და ესე იგი აი ხო გეუბნებით ეხა არ ვიცი ხა ამ ურფაში არის თუ ერაყშიც არ არის ნაკლები სიცხე მოკლედ რო გამოვიდა გარეთ ქალდებელთა ურზეა ლაპარაკი ხო რო გამოვიდა ბავშვი გარეთ ესე იგი დაინახა მზე ხო და აი გარეთ გამოსვლისას ხა ამ მზეს რო დაინახა ხო გეუბნებით აი როგორი თაკარა მზე იყო იცით არ ვიცი აი რა შეიძლება შევადარო რაღაცნაირი მზე არის კი თითქოს შეგიძლია რომ გამოხვიდე ამ მზეში და იარო მაგრამ აი ათხრობს ეს მზე თუ რა შვება აი თაკარა მზე არის თაკარა აი მე მაგალითად ასეთი მზე არსად არ მინახავს შეიძლება სულ ცდილობ ხოლმე რომ სიცხეში არ მოხდე ესეთ აღმოსავლეთის ქვეყნებში ეხა პირდაპირ სეზონია ესე იგი ამაზე მეტი სიცხე აქ არ არის ხოლმე საერთოდ ხო და ძალიან იმას ქნა ამ მზემ რა აი არაქაც რო გაცლის ეგ ერთი მაგრამ ნუ რაღაცნაირად მაინც დადის ეს ხალხი რა მოკლედ ეს მზე რო დაინახა აბრაამმა თქვა რომ ეხა მესმისო რა 3 წლის ბავშვია ლაპარაკი ეხა მესმისო ვინ არისო ღმერთიო აი ღმერთი არის მზეო ხო და მოკლედ გადაწყვიტა რომ ღმერთი არის მზე მაგრამ დაღამდა მე წავიდა სადღაცა აგრილდა რაღაც ხვანაერი გახდა ეს სამყარო სხვათა შორის ეხლა აი ჩვენი ყოფნისას აი ზუსტად რაღაცა ეს არის აი სავსე მთვარე და ესე იგი ისეთი კაშკაშა მთვარეა ისეთი შთამბეშტავია აი ეს
გუშინ ამ ესე იგი ვანის ტბაზე რომ მოგიყევით რომ ვიცურავე იქა და რაღაც აი პირდაპირ ისეთი ბილიკი იყო ამ ტბაზე ამ თვარის რომ ესე მოგინდებოდა რომ ამოსულიყავით კიდე და ამ ბილიკს თვარისკენ გაყოლოდი რა ძალიან შთამბეჭდავი იყო ხო და ეს მთვარე რომ გამოვიდა აბრაამმა თქვა ღამე რომ არა აი მზე იყო და აღარ არის და აღარაფერი ზის ნასახი აღარ არის დარჩენილი და აი მთვარე არის რა ღმერთიო და ასევე რომ აიხედა ცაზე და მთვარის გარშემო ათასობით ვარსკვლავი ციმციმებდა ხა ნუ მე ცოტა ვაფორმებ ხა ამ საუბარს მაშინ ხო ეს სმოგი და ის არ არის ხო და ნუ აი ჩახჩახა ვარსკვლავები რა ეს არის ნამდვილი ეს არის ღმერთიო და დილით ისევ ამოვიდა მზე და რო გამოვიდა აბრაამი თქვა რომ არა მთვარე არ არის ღმერთი აბრაამმა თქვა რომ აი ვინც მთვარე და ვინც ზე შექმნა და ვინც ეს სამყაროში აი ის არის ღმერთი და იმის მიმართ აღვავლენ მე ჩემს ლოცვებს და კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ რომ უკვე 3 წლის ბავშვი როგორ აზროვნებს რა ეს იყო აბრაამი ნუ ამოვიდა ბოლო აბრაამი ამ გამოქვაბულიდან და დაიწყო მამასთან ცხოვრება სახლში ნუ მშობლებთან ეს ნებროთი არსებობს კიდე ნებროთი არსებობს ოღონდ იქო იყო ესე იგი იესო რო ეგვიპტეში გადაიხვეწა და რაღაც ხო რაღაცა მსგავსი ისტორია მაგრამ ნუ აქ ესე არ არის მოკლედ ეს ნებროთი არ ვიცი კომენტარებს მე ვერ გავაკეთებ რაღაც ძალიან დარწმუნებულია ეს ნებროთი თავის თავში და მოკლედ ეს ფარა მამა აბრაამის დაკავებულია რითი ახლა ბიზნესი აქვს რა ესე იგი თიხისგან თუ რაღაცისგან მოკლედ ამზადებს ამ კერპებს და ყიდის და ეს აბრაამი რო წამოიზარდა აბრაამს ეუბნება რომ შენ უნდა გაყიდო მოკლედ ესა რა ხო და აბრაამის გაზდა ყიდის ახლა ნუ რა უნდა ქნოს მამა ეუბნება ეგეთ რამეს რა და მოდის ახლა ერთი კაცი ახლა ეს ისე მიდრაშის ისტორიას გიყვებით ნუ აი რა ვიცი საოცრად იუმორისტულად არის მოყოლილი რა მოკლედ აი ხა მოგიყვებით აი მზე გამოვა ახლა და ნუ მართლა ეგონებოდა რა ახლა აბრაამს ეს ღმერთი აბარა ძალიან აი წარმოიდგინე ბავშვი გამოდის გამოქვაბულიდან და აი რას ხედავს რა ეს სიცხე საშინელი მე ეს აი როცა არის აი პირველად რო ხედავს ეს ახლა წარმოიდგინე და აი პირველად ხედავს ეს და უცებ აი ესეთია რა აი ესეთია ეს მზე რა მოკლედ ესე იგი ახლა ამ კერპებზე გადავდივართ რა ფარა მოკლედ აკეთებს ამ კერპებს და მოდის ახლა ვიღაც კაცი და უნდა ყიდვა და აბრაამს ეუბნება აბრაამი არის ალბათ 1-12 წლის უკვე და აბრაამს ეუბნება რომ აი შესაბამი კერპის ყიდვა მინდაო და ამან თქვა შენ რომელი კერპი გინდაო სხვადასხვა კერპებია რომელი კერპი გინდაო ამან თქვა რომელიო და ყველაზე ძლიერი კერპი კი არა ოღონდ კერპს ჩვენ ვამბობთ ახლა თორე ღმერთის ყიდვა მინდაო რა ხო და რომელი ღმერთი გინდაო და ყველაზე ძლიერი ღმერთი მინდაო აჰა კარგი ესე იგი გოლიათი ნუ აი გიგანტი ღმერთი მინდაო რა და ეცი რა აი ნახევ ალაგიაო ეს ღმერთებიო აქო დასაყიდად რა და ყველაზე მაღლა რომელიც დევსო ეს არის რომ აი მის როლშიო რა ყველაზე ღონიერი ღმერთის როლშიო ეხლა კი ერთნაირებია ესენი მაგრამ ნუ ის რადგან ზეიდებს ეს ითვლება რომ ეს არის ამაზე ყველაზე ძლიერიო რა კარგიო იმ კაცმა უთხრა ღმერთი მომეცია და უხდის ეხლა ფული გადაუხადა და მიდის და
უკაცრავათო რა აბრამი რამდენი წლის ახარო და უფრო რა ვიცი 70-ისე ხო და მეუბნება აბრამი რომ კი მაგრამ 70 წლის კაცო ესე იგი ჯერაო რომ ეს არის ღმერთიო ეს კერპი რომელიც ერთი დღის წინ არის თიხისგან გაკეთებული ეხა ეს რაში წერიაო ესე იგი გააგიჟდა ეს ესე იგი დაახეთკა ესე იგი ეს რაღაცა და გამოართვა ფული უკან დაუბრუნა ეს კერპი და წავიდა გაბრაზებული ეს კაცი და ეხა ცოტა ხანში მოდის ვიღაც ქალი მოდის ქალი და მოაქვს რაღაცა ძალიან გამტკიცული ფქვილი მოკლედ ესე ხარბათ ესე გამტკიცული ფქვილი მოაქვს და ეუნება აბრამს ეუნება რომ მინდა ეს შევწირო ღმერთებს ხო და ესე იგი ამან რომ კი ბატონო კი დაგვიტოვეო და რა გააკეთა ესე იგი წავიდა ეს ქალი აიღო ეს ფქვილი მიფანტ მოპანტა ცოტათი და ესე იგი დალეცა ეს კერპების ყველა და ერთი კერპი რომელიც კიდე ხა ზეითი იყო თუ რაღაცა იმას ეს ჯოხი ჩაუდო ხელში და მოდის მამა ხედავს ეს ყველაფერი დამტრეულია და აბრამს ეკითხება რა შეუსაქმე აბრამ რა მოხდა მამაო არ დამიჯერებო ისეთ რამეს გეტყვიო რა იყო უთხრა აი ხო ხედავ ვისაც უჭირავს მოიტანა ამ ქალმო ეს ფქვილიო და არა მემინდა ამ კერპებმა ვატეხეს ერთი ამბავიო და ამანო ეს ჯოხი აიღო და არ მილეც მოლეწაო ესე იგი ეს კერპებიო მამა გაბრაზდა რა შენო მე დამცინიო უთხრა ეს კერპები ამათ განა შეუძლიათო და მამა დაუცხაბრა რას ლაპარაკობ უთხრა დაუკვირდი საკუთარ სიტყვებს მიდრაში როგორ წერიაო გახსოვსო რომ შენს ყურებსო ეხლა ესმისო შენი ბაგეები რას მეტყოლებენო რომ შენ არ გჯერა რომ კერპებს შეუძლიათო ხო და მოკლედ თუ არ გჯერა აბა რაღაცზე მოთაყვანსო ამათო რა ვისათქოებო რაღაც მოკლედ ამით დამთავრდა ეს ისტორია და ეხა გადავდივართ აბრაამისა და ნებროთის ამბავზე მოკლედ აბრაამთან ვართ სტუმრად რა ეხა როგორ მოახერხო და გაჩვენოთ რომ მოვატრიალო მანქანა ეს მზეხვა ეხა ჩადის რა ეხა ჩავიდა და ნუ აი როგორი მთვარეა უკან აი ზუსტად მზის საპირისპირო მიმართულებით ნუ აი ვებერთელა ვარდისფერი რაღაცნაირი მთვარე არის და მოკლედ კი არაფერი რა მოხდა ხა ბუნების მოვლენაა რა არაფერი ყოფილა ეგეთ შემთხვევები ხო ზედა მთვარე რო ერთად არის ცაზე მაგრამ რაღაცნაირი ის არის რა აბრაამთან არის რა ხა ამ თუთას რასაც ყვები რაღაცა თითქოს იმასთან არის კავშირში. მოკლედ მამამ აი ფარაზეა ლაპარაკი მამამ თავისი შვილი აბრაამი მიიყვანა ნებროთთან. ხოდა არ ვიცი მეგობრობდნენ ეს აბრაამი ეს ფარა და ნებროთი თუ რა იყო არ ვიცი რა და მოკლედ აი ამის მერე ეს კერპები რო დაამტრია დაღარეთის რა უკნა შულს და მიიყვანა ნებროთთან და მოკლედ იჩილა რა ეხა ნებროთის და აბრაამის საუბარია სასამართლო ნებროთი ეკითხება შენ ახარ ხო აბრაამი ფარას შვილი და რისხანე ეხა ვცდილობ რომ სიტყვას თქვით მოგიყვეთ რა წერია რისხანე მზერა მიაპყრო რა შენ განა არ იცი რომ მე ვარ ბატონ პატრონი და მე ვარ უფალი მე ვარ შემოქმედი ცაცა და ქვეყანისა და
ყველა მემემორჩილება მზეც, მთვარეც და პლანეტებიც, ადამიანებიც ყველანი ჩემს ნებას ემორჩილებიან. და როგორ გაბედე შენ და როგორ აღმართე ხელი და ეს კერპები როგორ დაამსხვრია და როგორ შემოსვა. და ღმერთმა განანათლა, ესე იგი ამ წუთას გაანათა და ჩაუდო, ესე იგი გონებაში ა ブラ ამს სიბრძნე და ა ブラ ამი ეუნება ნებროთს. ნება მიბოძე რომ შეგეპასუხო ოღონდ სამხილებლად კი არა და რაიმე ცუდი კი არ მინდა გითხრა, მინდა ქება შეგასხა რა. ნებროთს ეუნება და ნება მომეცი რომ ვისაუბროთ. იცი რა, თავისუფლად ელაპარაკება ამ ხელა იმპერატორს რა. ეუნება რომ იცი რა, ესეთი წესი არის ბუნებაში, ხო? რომ აღმოსავლეთიდან ამოდის მზე და ჩადის დასავლეთით. ჩვენ ესე ვიცით, რომ ესეა. ხო და შეიძლება თუ შენ შექმენი ეს ყველაფერი გთხოვ ესეთი რამე რომ აი ხვალ დასავლეთიდან ამოვიდეს მზე და აღმოსავლეთით ჩავიდეს. და მაშინ ნამდვილად გაღიარებ შენ რომ შენ შექმენი ეს ყველაფერი და შენ ხარ უფალი ამ ქმნილებათან. და კიდევ შენ ხო თუ სამყაროს შემოქმედი ხარ, ნებროთს ეუნება. შენ თუ სამყაროს შემოქმედი ხარ, აი ამ წუთას ეხლა რაზე ვფიქრობ? შეგიძლია რომ მითხრა? შენთვის ხო არაფერი არ არის დაფა, არ უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში არაფერი დაფარული. და ნებროთი დაფიქრდა ეხლა. დაფიქრდა რა უპასუხოს ხა ამ ბავშვს და ხელი ჩამოისვა წვერზე და ეუნება რომ ა ブラ ამ ეუნება, იცი რა, შენ ეხლა ტყუილა ეძებ პასუხს. არ არსებობს ეს პასუხი. შენ სამყაროს შემოქმედი კი არა, ქუშის შვილი ხარ, ქუშის. ქუში ხო თქვით ვინც არის და შენ რომ ღმერთი ყოფილიყავე, მაშინ მამა შენ ქუშს რატო არ გადაარჩენდი სიკვდილისგან? შენ რო ღმერთი იყო, რატო არ გადაარჩენ? აი რატომ უყვდა მამა შენი ქუში? და შენ რას მეუნები ხარ რომ მე შენ გცე თაყვანი როგორც ღმერთს და რა? და შენ მე მპირდები უკვდავებას. შენ თუ ეგ შეგიძლია რომ უკვდავება მიანიჭო, მამაშენს რატო არ მიენიჭე? ქუშს უკვდავება. და ნებროთი მიუბრუნდა ხა უკვე ფარას და ეუნება რომ ფარა შენი შვილი იმსახურებს სასტიკ სასჯელს. იმიტომ რომ ჩემი როგორც ღვთაების ძლიერება და ყოვლის შემძლეობაში ეჭვი შეაქვს. უნდა დაიწვას. მე შენი შვილი უნდა დაუწვა. და მიუბრუნდა ა ブラ ამს ესე ნებროთი ეუნება რომ თაყვანი ეცი ცეცხლს. თაყვანი ეცი ცეცხლს და მე შენ შეგიწყალებ. ყველაფერს გაპატიებ. ოღონდ როგორც ღმერთს თაყვანი ეცი ცეცხლს. და ა ブラ ამ ეუნება ცეცხლს და ეცი რა ხო ჯობია რომ წყალს ვცე თაყვანი, იმიტომ რომ წყალს რო დაასხამ ცეცხლს, ისეთი ცეცხლი ხრება რა. ხო და წყალი უფრო ძლიერი გამოდის და თუ შეიძლება თუ შენ თანახმა იქნები, თუ შეიძლება წყალს ვცემ თაყვანს. კარგი, მოეწონა ხეს ნებროთს და კარგი. და ეცი თაყვანი წყალს. თანახმა ვიქნები ამას. მაგრამ ა ブラ ამ ეუნება რომ
თუ წყალს უნდა ვცე თაყვანი ხوار ჯობია რომ თაყვანი ვცე ღრუბელს იმიტომ რომ ღრუბელი არის სავსე წყლით და ღრუბელია საიდანაც ჩვენ წყალი ჩამოვდოთ აი ღრუბელს რო ვცე თაყვანი კი ბატონო ეს ახლა ცოტა შეეჭვდა რა ეს ნებროთი ეუბნება რომ კი მაშინ ღრუბელს ეცი თაყვანი ეხე აბრაამ მეუბნება იცი რა ხო მაგრამ ქარი რო უბერავს ეს ღრუბლები ხო იფანტება აქეთ-იქით არ ჯობია ქარს შეთაყვანი კი ბოლოს და ბოლოს ეცი თაყვანი ქარს ეხა იცით რა მაინტერესებსო აი ქარი რო უბერავს ქარში ხალეს რო იყოს ადამიანს ხო შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს ქარსო რა და ქარისა წინააღმდეგოთ იაროს და უკვე აქ ვეღარ მოიწფინა ნებროთმა და გეყოფა ეხლა დაუყვირა მე თაყვანს ვცემ ცეცხლს და შენს გაიზულებ რომ ცეცხლს წევ თაყვანი ეუბნება აბრაამს და აი სწორედ აქ იყო ეს რომ დაანთებინა დიდი ცეცხლი რაღაც ღუმელი თუ რაღაც მოკლე ცეცხლი დაანთებინა და ბრძანა თავის მსახურებს რომ აბრაამი ჩაეგდოთ ამ ცეცხლში და ნახოთ ერთი ღმერთი რომელსაც თაყვანს სცემს აბრაამი უშველის თუ არა და დაიხსნის თუ არა ამ ცეცხლიდან და მოკლედ გაახურეს ეს ღუმელი შემოუწყეს შეშა განსაკუთრებულად გააცხელეს და მოკლედ ესე იგი აქ ზომებიც კი არის მიცდებული და მოკლედ წაუკიდეს ცეცხლი ეხლა მეზობლები რო ხედავენ ამას ამათმა ეს ფარაში არ წვენოს კაცო შენს სინდისი არა გაქვს უთხრეს და ადამიანი არა ხარ რომ საკუთარი შვილია როგორ მიეციო ესე დასაწვავათო რა როგორ მიეციო ნებროთთან როგორ მიიყვანებ შვილი ესე რომელმაც ესე დასაჯა და აი ამ დროს მოხდა საოცარი რომ აი ებრაული გადმოცემით რომ თვითონ ღმერთი ჩამოვიდა დედამიწაზე რომელმაც გადაარჩინა აბრაამი აი ეს რო უთხრა ნებროთმა აბა თავის ღმერთი თუ გადაარჩიოს რომ მართლაც ღმერთი ჩამოვიდა და გადაარჩინა და როდესაც ჩააგდეს ცეცხლში აი ამ წამს თავარანგელოზი გაბრიელი ღმერთთან მივიდა და უთხრა უფალო ცათა და ქვეყანისაო მომეცი ნება გაბრიელ თავარანგელოს ეუბნება თავარანგელოს ეუბნება მომეცი ნება რომ ჩავიდე და მე გადავარჩინო აბრაამი და უფალი ეუბნება ესეთ რამეს როგორც მე ვარ ერთადერთი ცათაშინა ისე არის აბრაამი ერთადერთი დედამიწაზე ამიტომ ერთადერთმა უნდა გადაარჩინოს ერთადერთი და შენს მოგიწევს ამის გაკეთება ოღონდ ცოტა გვიანი მისი შთამომავლობიდან სამი ხრმა რო თქვით ნაბუქოდონოსორი რო ჩააგდებს ცეცხლში აი ეს ცოტა გვიანი მოხდება და აი შენ შეახვალდე იმად გადაარჩი და შემდეგ არის კიდევ ძალიან საინტერესო ძალიან გრძელდება ამ ბერეშით რაბაში ეს აბრაამის შესახებ საუბარი გრძელდება და ნუ მე ესე იგი ხა აღარ მოვყვები ამას ძალიან შთამბეჭდავი არის ქებათადან არის მოყვანილი პარალელები და ციტატები აბრაამის შესახებ ნუ ამითი ნებროთის და აბრაამის საუბარი ამით სრულდება და
აღლოცოს წმინდა დიდმა მამა თავარმა აბრაამმა და ეს ნებრუთი კიდე რა ვიცი ხე რა ვთქვათ რა მოკლედ რაღაცა კვალიდატოა მაინც დედამიწაზე როგორც ჩანს ოღონდ იმიტომ რომ აბრაამის გამო გონი ჩვენ დღეს ყველა ეს არის ის ოღონდ რა და აქ ამ ხარეში სადაც მივდივართ ყველა სასტუმროს ნებროთის სახელი ქვია და აქედან სულ მოკლედ 200 ქვია ნებროთისა და მოკლედ ნებროთის სახელი ისმის აქ ერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ერთი ამოვედით ამ ნებროთის ძალზე რავი ხალხია აი წარი კანდაკებები ეს თავები წარი ეს მკვეთრი და აი ეს ვინმე ძალით წააღრევინა ამ თავები რომ იცის ზურის დროს ძალიან შტაბი კი და ძალიან არქაო ამას ვიქეთ ვიქეთ მეტია აი მას არა ვიღაცამ ეს ააშენა და დადგა იქ იმ წვერზე განვიგდებოც შეიძლება მოიფიქრო როგორ ესეთი კიდევ ესეთი შედი იშლება ესეთი ეს როგორც არჩენებულია ეს კარჩოს რო ეს ერთ სამში შევიტანე ეს დეპროტისტა ესე ქვია ოღონდ ნებროთთან რამე კავშირშია თუ არა თუ უბრალოდ რადგან ყველაფერს ნებროთი ქვია რაღაცა ის არის არ ვიცი ბრენდი გახდა რაღაცნაირად ეს ნებროთი აქ რო ჩამოდიხარ ყველაფერს ნებროთი ქვია რა თუ არა ტყილა ხო არ ერქმევა ალბათ არ ვიცი აი ვერაფერს ვერ ვიტყვი აი ზემოთ არის იმ თისვერზე შეიძლება ასვლა ალბათ იქიდან დააცურებდნენ ამას რაღაცა როგორ უნდა არის წარმოუდგენელი ძლივს ამოვედი და რაღაც ეს მოკლედ ეგეთი ამბებია ეს არის ეგრეთ წოდებული დასავლეთის ტერასა აი ესეთია აქაც არის ეს თავები და ეს კანდაკებები თუ რა ქვია და საინტერესოა ესეთი აი ესე არის მოვლენილი ესეთი ბილიკებით დადიხარ აქეთ აი ეს თვითონ იმეორებს კიდევაც აი გამოსახულებებს როგორც იქ არის რაღაცა მსგავსია რაღაც აი ესეთი ეს არის დასავლეთის ტერასი
ის ხადია უფრო შთამბეჭდავია, მაგრამ ესეც არანაკლებია თითქმის. ესეთი კლდეებია აქ. ესეთი. აი. არ ვიცი. ეჭვები ხარ მგონია რომ ყველა ამოტანილი იყოს. ალბათ აქ არის გათვლილი. შეიძლება თავები არის ამოტანილი, შეიძლება არ ვიცი. შეიძლება ესეც რაღაც აქაური ქვისგან არის გაკეთებული. ეს. არაჩვეულებრივი ხა პანორამის ესეთი ქარი. აქ ჩრდილში აი ხელებიც კი გაგეყინება. რომ წარმოიდგენ კვეთ როგორი სიცხეა. აი ესეთი. აი ესეთი პანორამა. აი ესეთი ულამაზესი. პანორამა ქვია. აი მოვედით ისევ ამ ადგილას. ეს არის გზა, რომელთაც ავედით, მე შემოვუარეთ აი ამ თას. აი რაღაც ბილიკიც კი ჩანს. შემოვუარეთ და გამწრე დავარტყე და გამო. ესე იგი, აი ამაზე ამბობენ, არ ვიცი, რამდენად ნახეთ როგორი წვრილი ქვით არის ნაყარი, აი ეს წვერი ხა მთის. აქ ასვლა არის აკრძალული. არის ასვლა აკრძალული ალბათ იმიტომ რომ სახიფათოა, იმიტომ რომ ცურავს აქ რაღაც შემთხვევაში შეიძლება რომ დაგორდა იქიდან ვერაფერი ვერ დაგიჭერს რა. აი ესეთი მთა არის. და ეპროცე ამბობენ რომ რაღაცა პირამიდას სავით გააკეთებინა თავის დასასაფლავებლად. ხო და ხა არ ვიცი ესეთი შემთხვევითი აზრია, მაგრამ აი ეს ადგილი თქვათ აი რომ მოიფიქრო და მაინდამაინც აქ რომ მოიგონო დასაფლავება და ეს ამხელა ეს ქვიშა რომ დააყრევინო ზეიდან ვერასოდეს ვერ გათხრე ამას რა, ანუ ეს მთა უნდა გადადგას ადგაცა, იმიტომ რომ აქ რომ დაიწყო ცხრა ჩაადიხარ, ამოთხრი ჩამოიყრება, ამოთხრი ჩამოიყრება, ესეთია. ხო და ასლაც ამიტომ არ შეიძლება როგორ ჩასამთაზე რა. მოკლედ ესეთი ამბავია. შეიძლება არ არის გამორიცხული რომ ნებროთი აქ არის დასაფლავებული ეს ტერასებიც და ეს ისინიც რაღაცა მაგიტო დაადგმევინა თუ რა ვიცი. რას გაიგებ. ეს არის ფინა. ესე მაგიდაზე დგას რაღაცა თაბაშირისგან გაკეთებული ეს ისინი რა ქვია ქანდაკებები, იქიდან ნაშლები გაკეთებული და იყიდება რა. აი ეს არის ზემოთ აი ეს მთა ებროცის მთა და აი ესეთი მოკლედ მე მაგალითად ეხლა რო გითხრათ აბსოლუტურად ესე იგი შინაგანი განცდა მაქვს ესეთი რომ ვიყავი ნებროთის საფლავზე ესეთი ამბიციური ადამიანი აი რასაც აყვებიან ესე იგი და საუბარი ესეთი ამბიციური ადამიანი როგორც არის ნებროთი ხო მოიფიქრებ და ნამდვილად ესეთი რამის გაკეთებას აი ეს გაჩვენებთ ახლა ამას აი ეს პატარა ესე იგი ეს ფსვერი ნამდვილად არ არის ნუ რა ვიცი ხო არაუდის რა მაგრამ ნამდვილად არ გავს ბუნებებს ეს არის რაღაცა წვრილი ქვიშა თუ ქვიშაც არა წვრილი კეჭები რომელიც აქ არის დაღრე სავარაუდოდ ალბათ შეიძლება ესეთი რაღაცა მას არ უნდოდა რომ ისი საფლავი ის როდესმე გაეთხარა ხო და ეხლა რაშია საქმე ესე იგი გააკეთებდა ალბათ მე ესე ვფიქრობ აკლდამას და აი ამ სტატუებს რომლებიც თავებიც გვეითარ ჩამოყრილი თვითონ ისინი დგას დაუყენებდა მცველებად ამ აკლდამას და ამ აკლდამაზე ესე ვფიქრობ რომ დააყრევინებდა ამ წვრილ ქვიშას ოღონდ ისე დააყრევინებდა რომ გაუკეთებდა გვირაბს ან რაღაცას შიგნით მისი სხეულის შესატანად ეხლა ნებროც რო ანდერძა დაეპერებინა ამის გამკეთებელი მერე ვინ იქნებოდა და რაღაცა გვირაბს ან ზეიდან ჩამოუშვებდა ან გვირაბს
გააკეთებდა და როდესაც მის ხელს შეიტანდნენ, მე ესე ეტაპობრივად ერთ საქმეს გამოაცხადნენ, მეორეს, მესამეს და ეს ქვიშა და უკვე დაყრილი ქვიშა შეავსებდა რა. აი მე ვფიქრობ, რომ სავარახ არ არის გამორიცხული, რომ აი ამ დიდი მთის ქვეშ იყოს ნებროთის საფლავი. ესე იგი ეს რო გათხარო, ეხლა უნდა არ ვიცი რა უნდა ქნა, ეს მთა უნდა გადადგა რა. და იმას ქნა რა ქვია, გამოიტანო ეს მიწა, გაწმინო და კიდე იპოვი თუ არა, გაცმა არ იცის რასთან იქნება ეს დაკავშირებული. მოკლედ აი ეს არის ნებროთის მთა. აი ეს მთავრდება მოკლედ ესეთი ამბიციური პროექტი. ნუ ვეშვებით ნებროთის მთიდან და ეს არის გზა რომელიც არის მოკირწყლული რაღაც არაჩვეულებრივად ბოლომდე არის გაკეთებული და მე დაახლოებით 1 კილომეტრი ქვაფენილი არის დაგებული რა რაღაც საფეხურები და რაღაც არაჩვეულებრივად არის მოვლელი მოკლედ ყველაფერი. ნუ გასაგებიც არის შეიძლება, იმიტომ რომ თუ ამას ესე გააკეთებ, мотивация აქ ფეხით ვინა მოვიდეს, ხა და ტურისტები არიან და რაღაც შემოსავალი. მაგრამ სინამდვილეში თავარი სხვა რამეა. მე ხა აი ვეშვები და ვიყავ ყველაფერი ტერასებიც ვნახე და ეს მთაც ძალიან მნიშვნელოვანია ახლოდან დაკვირვება ამ ყველაფერზე და ეხლა რასაც მოგახსენებთ, არა აქ ამას არავითარი ისტორიული საფუძველი თუ რაღაც ესეთი მეცნიერული, არ ვიცი, ეს მოსაზრება, მხოლოდ მოსაზრება ესეთი რომ აი რო წარმოიდგინოთ ეხლა ნებროთის პიროვნებიდან გამომდინარე, ვინ იყო ნებროთი, ხო? ნუ ესე იგი ადამიანი რომელმაც ღმერთს ის არის ესროლა რომ მოეკლა. ნუ ლეგენდაა, მაგრამ ეს ხო ისე ჰაერიდან არ მოდის, მე ეგეთი რამე სხვა დედამიწის ზურგზე არც ერთ ადამიანზე არ გამეგია. რაღაც ამბიცია ჰქონდა, ისეთი ეთყობა, ძალიან ამბიციური ადამიანი იყო. ეს ერთის მხრივ ეს ნათქვამი რომ ამბიციური ადამიანიც უცნიშნავს, მაგრამ მეორეს მხრივ ეს სიტყვა სხვანაირად იხმარება, რომ ჰქონდა ეს ამბიცია რაღაცა, ძალიან დიდი პოტენციალის ადამიანი იყო და ნუ ხო მithქვამს უკვე რომ დედამიწაზე პირველი იმპერატორი იყო რა, პირველი თან ღმერთის ბრძოლი იმპერატორი. ხო და აი ეს პირველმა იმპერატორმა სანამ ყველა ვინმე რამეს მოიფიქრებდა ხო აი ეს მაგალითად ეს პირამიდები რაღაც ის ხო იყო ეს თემა გილგამეშის თემა იყო რაღაც ესეთი უკდავყოფა რა რაღაცა ესეთი უკდავებაზე რო არ ფიქრობდეს ადამიანი მის უმეტეს ახლა თავისთავად როცა ღმერთად ყავს გამოცხადებული რა თქმა უნდა ფიქრობდე უკდავებაზე როგორ რასახით შეიძლება ეს უკდავება რო ეზიარო და ნუ აი ეს ეთყობა ახლა შეუძლებელია რომ არ ეფიქრა იმაზე თავის დასაფლავებაზე რა ხო და აი ეს რაც ვნახეთ ეს ყველაფერი აი რასაც მოგიყვებით უბრალოდ გავს ლოგიკურად სიმართლეს წარმოიდგინეთ ესე იგი რომ ეს ადამიანი უკვე შუა ასაკშია გადაცდა შუა ასაკს და ნუ უკვე ფიქრობს იმას რომ გარდაიცვლება რა რომ მოგტება ანუ რა ბედი ეწევა რა და აი ესეთი ამბიციური ადამიანი ეგეთ რამეს ნამდვილად მოიფიქრებდა წარმოიდგინეთ აშენებს აკლდამას დიდ აკლდამას სად მთის წვერზეა გარშემო ეს ყველაზე მაღალი მთა არის თუმცა ძალიან მაღალი არ არის 2100 მეტრია ესე სადაც ვიყავით ნუ შეიძლება 2300 მწვერვალიან ხო და აშენებს ამ მთის წვერზე აკლდამას და აი ამ აკლდამის ნაწილს ტოვებს აი ამ როგორც მცველებს ეს მაშინდელი წარმოდგენით ღმერთებს ხო ეს კი და შემდეგ დაარქვეს აქ სახელები რომ ეს კერპებია და პოსეიდონი რა ქვია აპოლონი და რაღაც ესა მაგრამ ნუ ძალიან გვიანდელი ამბავია საერთოდ შეიძლება ეს კერპების გვიანდელი აღოთ აი ვინ გააკეთა არ ვიცი ხა ეს ქანდაკებები ხო მაგრამ ნუ ეს აშენებს ამას და არ უნდა რომ ვინმე როდესმე გათხაროს და რას აკეთებს ნახეთ აკეთებს რაღაცა გვირაბებს რომლითაც შეიძლება მისი გარდაცვლილი ადამიანის სხეულის შეტანა შიგნით ზეიდან ამ მემას რო აშენებს ამ აკლდამას ზეიდან დააყრეს ამ წვრილ ქვას
თუ ქვიშას მოატანიებს, რომლის გათხრა არის წარმოუდგენელი. ამას ვერ გათხრა. ეს შეიძლება ერთადერთი დაიწყო დიდი სამუშაო, ეს მთა დაშალო და ნუ წარმოიდგინეთ ხა ამის დაშლას რაც აშენებას უნდა, ერთი იმდენი შრომა უნდა, შეიძლება მეტიც. რო ეს მთა დაშალო და დახვიდე ბოლოს იქამდე, რასაც რა თქმა უნდა ამის გამკეთებელი გონი დღესაც არავინ არ არის და რატო უნდა გააკეთოს. და აკეთებს ამ გვირაბს რაღაცას შიგნით, რომლითაც შეიყვანენ მას და აი კინოებში გვინახავს რა რომ ერთი ჩამოინგრევა, მეორე საყდენი ჩამოინგრევა და ნელა ეს რომ ჩამოინგრევა, ეს ქვიშა დაეყრება ზეიდან ამ აკლდამას. ზემოდან დაეყრება და მერე საბოლოო ჯამში ბოლო საყდეს რომ გამოაცლიან ამის ადრესად დაბარება კი შეიძლება რომ ის ჩადონ იქ აკლდამაში და მერე ეტაპობრივად გამოაცალონ ეს საყდენები. ამას კი, მაგრამ აშენებით სავარაუდოდ თვითონ ააშენა, იმიტომ რომ ძალიან დიდი და ამბიციური პროექტია, ძალიან. ხო და ეს აი ბადებს აი ამ აზრებს, აი ნებრუთის მთა. სხვა შემთხვევაში ის რომ ეს მთა ნებრუთის მთა არის და რო ქვია ესე არ ვიცი ხა ისტორიულად როდის არის პირველად დაფიქსირებული. მე კი ვეცდები რომ ნახო ეს ყველაფერი მოუძებნა, მაგრამ ნუ მინდა გითხრათ რომ ამ მასალის რაღაცა მოძიებაც კი ძალიან რთულია. ნუ არსებითად ჩვენი მოგზაურობა ამითი დასრულდა, ყოველ შემთხვევაში მიზნობრივი, აი რაც უნდა გვენახა ამ ნებროთთან და აბრაამთან დაკავშირებული და მე ხა კი უკვე ნელა აი ესეთი არაჩვეულებრივი შტამბეშტავი გზით ბრუნდებით უკან.